გამარჯობა, მე მადონა ვარ და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. ვინც TikTok პლატფორმაზე გვადევნებთ თვალყურს, ალბათ მათთვის ცოტა უფრო ნაცნობი ვარ, მაგრამ რაც შეეხება YouTube-ს, აქ მხოლოდ თორნიკედებდა ხოლმე ვიდეოებს, მაგრამ დღეს მეც შემოგთავაზებთ Sora 2-ის განხილვას. როგორც ვიცით, OpenAI რამდენიმე დღის წინ დალანჩა Sora 2, რაც არის ვიდეო გენერატორი და სიმართლე გითხრათ, დიდად მოლოდინი არ მქონდა რომ რამე განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა შევცდი. უნდა აღინიშნოს, რომ Sora 2 მხოლოდ ხელმისაწვდომი არის ამ ეტაპზე ამერიკისთვის, თუმცა საქართველოში შეიძლება VPN-ის გამოყენებით შესვლა და დატესტვა. VPN-ი მე მაგალითად Brave-ზე მიყენია, თქვენ ნებისმიერი სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ და ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გჭირდებათ კოდი, რომელიც მე თორნიკე მომცა, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მოიპოვოთ და თქვენც როდესაც შეხვალთ Sora 2-ში, მხოლოდ ერთი კოდის გაცემის საშუალება გექნებათ. მოკლედ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Sora 2-მა, ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება უამრავი ვიდეო, რომელიც არის ძალიან რეალისტური, რის მოლოდინის ნამდვილად არ მქონდა. Sora 2-ის კონკურენტად, ასე ვთქვათ, ითვლება Veo 3, რომელიც გაცილებით ჩამორჩება ჩემი აზრით Sora 2-ს, რადგან Veo 3-ში, როგორც ვიცით და თუ გქონია შეხება, ვიდეოს გენერაციის დროს შეიძლება რომ რაღაცა ხელი გაუქროს ადამიანს ან ბექზე მყოფი რაღაცა შეცვალოს და არარეალური გახადოს. Sora 2-ს ყველაფერი გამოასწორა, თან არის 10 წამიანი ვიდეოები და უმარტივესი პრომპტით იწერება, რასაც დეტალურად მე ტუტორიალის სახით გაჩვენებთ. ხალხი აქაც პოლარიზდა, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ Sora 2 იმდენად რეალისტურია და იმდენად მარტივი გასაკეთებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ ჩვეუბრიოდ deepfake-ს უწყობს ხელს, უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს და ასე შემდეგ. რასაც მოწმობს ეს ვიდეოები, რომელსაც გაჩვენებთ, აქ ხედავთ Michael Jackson-ს, რომელიც McDonald's-ში მუშაობს. Hey everybody, it's Mike. I'm at work, new job, McDonald's. Let me show you around. These are the fryers. Listen to them singing. Beautiful, huh? Golden magic. Over here, soda fountain. 32 flavors of happiness. I catch Michael Jackson-ს, რომელიც KFC-ს ფრთებს იპარავს, Tupac-ს, რომელიც დიდი ხნის გარდაცვლილია და ძალიან რეალისტურია და მეთანხმებით ეს ვიდეოები და ძალიან მარტივად კეთდება. ნუ თავის მხრივ OpenAI, რა თქმა უნდა, თავს იმართლებს და ამბობს, რომ Sora 2-ს აქვს watermark-ი, რომლის დაშლაც ძალიან მარტივია და პირველი ახლა რაც მახსენდება არის Mimake და ამით შეგვიძლია წავშალოთ ეს watermark-ი. ასევე Sora 2-ში შეუძლებელი არის ცნობილი სახეების გენერირება, თუმცა ეს არ ეხება გარდაცვლილ ცნობილ სახეებს. ცოცხალი ცნობილი სახეების გენერირება არის შეუძლებელი. მე ჩემის მხრივ გეტყვით, რომ Sora 2 არის გადატრიალება ვიდეო გენერაციის თვალსაზრისით და მეფიქრება ერთ საკითხზე, რომ გავიხსენოთ სად ვიყავით 2 წლის წინ. აი გაჩვენებთ ვიდეოს. ორი წლის წინ AI-ის მიერ დაგენერირებული ვიდეო როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება დღეს. წარმოდგენა არ მაქვს. კიდევ 2 წელი რომ გავა სად ვიქნებით, მაგრამ ჯერა რომ თუ რაღაც მორალურ ჩარჩოებს არ გავცდებით, ყველაფერი იცვლება ჩვენ სასიკეთოდ. მოდით აღარ შეგაწყენთ ახლა თავს და დავიწყოთ Sora 2-ის განხილვა კონკრეტული მაგალითებით და გაჩვენებთ რა მაგარი რაღაცების გაკეთება შეუძლია. დავიწყოთ ჩვენი ტუტორიალი. პირველ რიგში დავრწმუნდეთ, რომ VPN-ი გვაქვს ჩართული და ამერიკაზე გადაყვანილი. ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულია და მე ვიყენებ, როგორც გითხარით, Brave-ს. შევიდეთ, ინტერფეისი არის ძალიან მარტივი. აქ არის For You, სადაც უკვე გამზადებული ვიდეოები შეგვიძლია ვნახოთ და რა თქმა უნდა, პრომპტიც ვნახოთ ამ ვიდეოებისთვის და მე ჩვენს დავაგენერიროთ ასეთივე. ეს არის ჩვენი სივრცე. მოდით დავიწყოთ ყველაზე მარტივი პრომპტით, რაც შეგვიძლია, რომ ზოგადად გამოვიყენოთ AI-ისთვის და ავიღოთ ასევე ძალიან ჩვეულებრივი მსუბუქი ფოტო მინერალური წყალი ბორჯომისთვის. და ვნახოთ ჩვენი Sora რას გააკეთებს. უბრალოდ ვაგდებთ ფოტოს. ვუწერთ უმარტივეს პრომპტს და ვუშვებთ. რამდენიმე წუთი ჭირდება ამის დაგენერირებას, მანამ გეტყვით, რომ რაც შეეხება პრომპტინგს, როგორც ყველა პრომპტინგის შემთხვევაში, აქაც ზუსტად ისე არის, თუ დეტალურად აღუწერთ, უფრო კონტროლის საშუალება გვექნება, იმისთვის რომ რაღაც ექსესები ავიცილოთ თავიდან და როგორც ჩვენ წარმოსახვაში წარმოგვიდგენია ვიდეო, ზუსტად ისეთი გამოვიდეს, თუ ყველა დეტალს გავუწერთ, თითქოს სცენარს ვწერდეთ, ისე უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ თუ ნაკლებად დეტალურ პრომპტს მივცემთ, ეგ საშუალებას აძლევს ჩვენს tools, რომ თავის ინტერპრეტაცია შემოგთავაზოს, რაც ზოგჯერ უკეთესიც არის ხოლმე.
ამას რამდენიმე წუთი ჭირდება, ამიტომ მოდით ჩვენ დრო არ დავკარგოთ და რა თქმა უნდა უკვე გამზადებული მაქვს ვიდეო, რასაც აკეთებს და ამას გაგიხსნით და გაჩვენებთ. Crisp bubbles, pure mineral taste. For over a century, Borjomi has risen from the heart of the Caucasus Mountains. Refreshment, naturally. აი ესეთი მარტივი პრომპტით გააკეთა ესეთი მაგარი ვიდეო. წარმოგიდგენიათ ჩვენ რო დეტალები დაგვეწერა, რამდენად მაგარი იქნებოდა. ასევე შეგვიძლია რომ ქართულადაც იყოს საუბარი, თუმცა ცოტათი ჯერ უჭერს, მაგრამ ეგეც დროის საკითხია და ძალიან დაიხვეწება. რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ და თან პრომპტში ძალიან ბევრჯერ უნდა გამეორება, რომ ქართულად ისაუბროს. მაგრამ ნუ რაღაცა აქცენტი აქვს, ჯერჯერობით. ეს ყველაფერი ჯერჯერობით. კარგით, გავაგრძელოთ. მანავე მგონი ჩვენი ვიდეოს დაგენერდა, მაგრამ აბსოლუტურად იგივეა, რამდენიმეჯერ მოქვს როგორც ხედავთ გატესტილი. მოდით გადავიდეთ, ნახოთ რას შემოგთავაზებთ თუ ჩავუგდებთ Nike-ის ბოტას. და უფრო დეტალურ პრომპტს, შედარებით დეტალურ პრომპტს. მე ეს პრომპტიც რა თქმა უნდა გამზადებული მაქვს. აი ეს არის პრომპტი ამჯერად Nike-ის ბოტასისთვის. როგორც ხედავთ, ეს შედარებით უფრო დეტალურია. თუმცა არა სრულყოფილი. სრულყოფილს გულისხმობ თუ მე პირობითად რაღაცა რეკლამა მაქვს წარმოდგენილი დეტალურად. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალურად გავუწერ და ზუსტად ჩვენს წარმოსახვას გააცოცხლებს. მაგრამ ამ შემთხვევაში შედარებით უფრო თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თულს და ნახავთ რა მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებს აი ამ 2-3 სიტყვიანი პრომპტით. ცხადრო სიტყვიანი არ არის, მაგრამ არც სრულყოფილია. Nike-ის ბოტასაც აბსოლუტურად იგივეს ვიმეორებთ და ვუშვებთ. აქაც როგორც თქვით, რამდენიმე წუთი ჭირდება, შესაბამისად უკვე გამზადებულს გაჩვენებთ. Street. Every step, the city wakes up with you. Breath after breath, beat after beat, you push, you float. You find what waits beyond tired because the road doesn't stop, and neither do you. New velocity. Every street, every step, the city wakes up with you. Breath after breath, beat after beat, you push, you float. You find what waits. ხო, სიტყვებისად მეტია. მოდით ნახოთ რა სიზავს iPhone 17 Pro Max-ის შემთხვევაში. აქაც შედარებით უფრო დიდი პრომპტი არის, უფრო შედარებით დეტალური, არა სრულყოფილი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, უბრალოდ ჩვეულებრივი iPhone-ის ფოტო არანაირი ბექით არაფრით საერთოდ და სიტყვები. მეტი არაფერი. აი ვნახოთ ახლა რა სიზამს. და აკეთებ ზუსტად ასეთს. სხვა რა უნდა ქნეს, მე არ ვიცი. თან არ დაგავიწყდეთ, რომ სულ ერთი კვირის გამოსულია ალბათ და როგორ დაიხვეწება და რაოდენ ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეგვეძლება რაღაც დროის შემდეგ. და ბოლო მაგალითი ვნახოთ უკვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მანქანისთვის რას გააკეთებს. აქაც იგივე, რა თქმა უნდა. პრომპტიც 2-3 სიტყვიანი და აკეთებს ამას. Every detail sharpened for the hunt. 12 cylinders breathe fire. Instinct meets precision. This is the Aventador SVJ, pure, uncompromised. Every detail sharpened for the hunt. 12 cylinders breathe fire. აქედან ასევე შეგვიძლია რომ ჩვენს გვერდზე დავპოსტოთ ჩვენი ნამუშევარი. უბრალოდ ამ ღილაკზე დაწყაბებით. და შემდეგ უკვე შეგვიფასონ, დაგვიკომენტარონ, დაგვიგულონ და ასე შემდეგ. სოციალური ქსელებით არის. არ ვიცი სხვა რის თქმა შეგვიძლია. პრინციპში მე მგონი ეს ვიდეო ძალიან ბევრ რამეს ამბობს უკვე Sora-2-ზე და აქაც ხედავთ ჩემს ნამუშევრებს, ასე ვთქვათ, გატესტილს უფრო ვიტყოდი. სამსახურთან დაკავშირებით ძალიან კარგი ვიდეოები გააკეთა. ვიმეორებ 2 სიტყვიანი პრომპტით, არაფერი განსაკუთრებით. და ეს რომ გამოვიდა პირველივე დღეებში დავტესტე, ალბათ მეორე დღესვე და მაშინ ჯერ კიდევ დასახვეწი იყო, 5 წუთი უნდებოდა ალბათ ერთი ვიდეოს გაკეთებას. ეხლა უფრო ასწრაფებულია, მინდა აღვნიშნო, რამდენიმე დღე არის სულ გასული, უფრო ასწრაფებულიც არის და უფრო ხარისხიან ვიდეოსაც აკეთებს. რამდენიმე დღე რომ გავა და მით უმეტეს რამდენიმე თვე გავა, წარმოიდგინეთ რა მაგარი რაღაცების გაკეთება შეიძლება. ქართულსაც დახვეწს დიდი ალბათობით და სარეკლამო სფეროში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.
მოკლედ, ძალიან მარტივია მეგობრებო, როგორც ხედავთ, გირჩევთ რომ დატესტოთ, საქმის კუთხითაც ძალიან დაგეხმარებათ და გასართობათაც ძალიან კარგი ვიდეოების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ ფანტაზიის ამბავია. მეგობრებო, სულ ეს იყო და როგორც გითხარით, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube პლატფორმაზე. იმედია მოგეწონათ და ძალიან ესეთ დაძაბული არ ვიყავი. და ძალიან გამეხარდება თუ თქვენგან უკუ რეაქციები წამოვა, რას შეცვლიდით, რამდენად კარგი იყო ვიდეო, შემდეგი როგორი გინდათ, ან რა თემაზე გინდათ რომ ჩავწეროთ, ან საერთოდ გინდათ თუ არა შემდეგი ვიდეო ჩემგან.